გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ აღიარა, რომ 1 სექტემბრიდან რეცეპტის გაფართოება 1000-ობით მედიკამენტზე გაუაზრებლად არაკვალიფიციურად და მოუმზადებლად მოხდა და შესაბამისად მან უკან დაიხია საზოგადოების ძალიან მწვავე რეაქციის ფონზე. გუშინ იგი შეპირდა საზოგადოებას, რომ გადაიხედება რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი და ესეა მნიშვნელოვნად შემცირდება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ეს მოვითხოვეთ ჩვენ გუშინ. ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ ჩამონათვალი მნიშვნელოვნად შემცირდეს, მაგრამ გუშინ მქონდა ჩვენ მეორე მოთხოვნაც და გვინდა ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რათა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებითაც გადადგას ნაბიჯი. კერძოდ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა მოქმედებს ძალიან ბევრ მედიკამენტზე, მოქმედებს იმის გამო, რომ ან სადაზღვევო კომპანია, ან სახელმწიფო ნაწილობრივ მაინც უფინანსებს მედიკამენტის ხარჯს იმ ადამიანს, ვინც მედიკამენტს აფთიაქში ყიდულობს. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა ამოქმედოს პროგრამა, რომ სოციალურად დაუცველებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს დაუფინანსოს მედიკამენტის ხარჯი. სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვა ისე იქნა შემოღებული, რომ ეს მასში გათვალისწინებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამგვარი პროგრამა ამოქმედოს. ამიტომ გუშინდელი მოთხოვნის პარალელურად ველოდებით, რომ სერგენკო დღეს პასუხს გაგცემს ჩვენს მეორე მოთხოვნაზეც.